ბათუმში 38,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კომპლექსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აშენდება და მასში სასტუმრო, სამორინე, 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ობიექტს თურქული კომპანია Atlas Georgia აშენებს. მშენებლობა 42 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს და იგი 2019 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ეჭერის მთავრობა დაესწრნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად პირველი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ერთად ჩაუშვეს. Atlas Georgia კომპანია Avrassia Terminal Ishli-Temeris შვილობილი კომპანიაა, რომელმაც ბათუმში ერთი პროექტი უკვე განახორციელა. მის სახელს უკავშირდება ახალი ავტოსადგურის მშენებლობა. საქართველოში 14 მილიონიანი პროექტი უკვე განვახორციელეთ. ეს არის ბათუმის ავტოსადგური. ახალი პროექტი, რომელსაც საძირკველი დღეს ჩაეყარა, ჯამში 90 მილიონი ინვესტიციას მოიცავს. მშენებლობის დასრულება კი 2019 წელს არის დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა მისი ვადაზე ადრე დამთავრებაც მოხდეს. გეგმავთ სამშენებლო პროცესების სწრაფად წარმართვას. ეს პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ 600 ადამიანი დასაქმდება თვითონ აი ამ პროექტში, ხოლო მშენებლობის პერიოდში კიდევ უფრო მეტი სავარაუდოდ. ჩვენ მივესალმებით, ეს არის მეორე პროექტი ამ კომპანიის, მეორე მსხვილი პროექტი. ვფიქრობ, რომ აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებენ ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ თავად განაცხადა კომპანიამ, რომ ხელმძღვანელმა, რომ 42 მილიონიანი ვალდებულება აქვს, რომ მინიმუმ უნდა განათავსოს ამ პროექტში, მაგრამ თუ სრულად დასრულდება, სრულად ესე იგი პლუს ვალდებულებების გარდა სხვა დანარჩენ მოთხოვნებსაც გააკეთებს, ვფიქრობ 90 მილიონს მიუახლოვდება ინვესტიცია.